მე დღემდე სკეპტიკურად ვუყურებ რას აპლიკაცია მქონდეს ტელეფონში და დილით გავიღვიძო და პირველი შევამოწმო რას მთავაზობს ასტროლოგიური დღე და არ გავიდე სახლიდან იმიტომ რომ რაღაცა ეგრე არ შემიძლია ცხოვრება რა მაგრამ ჩემ გარშემო ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად. ერთი არის, რომელსაც აქვს ტოქსიკური მიჯაჭვულობა ასტროლოგიაზე და მეორე არის ადრე როგორც ვიყავი, მე აბსოლუტური უარყოფა და განზიდულობა. აი, რა არის დაბალანსებული და ჰარმონიული დამოკიდებულება შენი გადმოსახედიდან? ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ტრანზიტული ასტროლოგია ძალიან ფართო მიმართულება ასტროლოგიაში და ძალიან გამოსადეგიც. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რაღაცა სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე შედგას ადამიანი, მაგალითად არ იცის როდის დაარეგისტრიროს ბიზნესი, არ იცის ამდენად შესაფერისით რო აქორწინებისთვის, ან ბავშვის გასარჩენა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანი საკითხები შესაძლებელია ასტროლოგთან კონსულტაციის გზით უფრო სწორად დაიგეგმოს, ისეთ დღეს დაიგეგმოს, რომ უკვე მე წარმატება ჰქონდეს იმ კონკრეტული მიმართულებით და აი თვითონ თუნდაც ბიზნესი როცა რეგისტრირდება, აი ამ კუთხით რომ გავშალოთ ეს საკითხი, როგორც ქვეყნებს აქვს თავისი რუკა, ბიზნესის რეგისტრაციის წუთი და წამი არის ამ ბიზნესის დაბადების დრო, როგორც ადამიანებს გვაქვს, როგორც ქვეყნებს გვაქვს დაბადების დრო, ამ ბიზნესის დაბადების დრო ეგრეა და შესაბამისად უკვე ის მისი პირადი რუკა მთელი ბიზნესის არსებობის მანძილზე ახდენს გავლენას. თუ როგორ წარმატებას მოიტანოს, თუ სად იქნება პროგრამა და ასე შემდეგ. ეხლა ჩემ ციგნის კლუბს უნდა გავუკეთო Instagram-ის გვერდი. და ისეთ დღეს დავარეგისტრირებ, რომ კარგი, გავივლი შენთან კონსულტაციაზე. ხო და მაყურებლებსაც და მსმენელებს ამას ვურჩევდი ჩემი გადმოსახედიდან. შეიძლება ვინმე სხვანაირი გადმოსახედი აქვს და ამისთვისაც ღია ვარ, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან არის ესე, რომ მნიშვნელოვანი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმად შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ცოდნა, იმიტომ რომ არსებობს გადმოსაცდომია პროფესიონალებისთვის და შესაძლებელია რომ განვიხილოთ წინასწარ და გადავწყვიტოთ მაგალითად არ მოვაწეროთ ხელი რეტრო მერკური ძალიან გაცვეთილი თემა რეტრო მერკური მაგრამ არ მოვაწეროთ ხელი თქვათ რაღაცა კონკრეტულ საბუთზე ამ დროს თუ გამოვალი სიტუაცია არ არის რა თქმა უნდა და რაც შეეხება ყოველდღიურ შემოწმებას და სახლიდან აღგასვლას ისე რომ დილით არ ნახო პროგნოზები ეს უფრო შფოთვისკენ წარმოყვანს ვიდრე და ზედმეტი კონტროლია რა ცხოვრებაზე რა თუმცა მიუშვა ცხოვრება